ბატონო ამირან, თქვენი ხელით აფასოებთ საძვალს? ყოველთვის ჩემი ხელით ვაფასოებ, რომ არ იყოს დანაკარგები. იმიტომ მე ვიცი თითოეული კაპიკს როგორ პოულობთ სამსახური და აღარ არის ის 30 და 50 თეთრიანი საწვავი, ლარდაც ოფიციალურ ხელშეკრულებით ვიხდით ლარდაც შეპესეს შანსი და შემოგვაქვს, როცა ერთი კასრის შემოტანა ჯდებოდა 120 და 130, დღეს 275 ლარს ვიხდით ამაში და მე არ მაქვს წარმოებას არ აქვს საშუალება რომ რაღაც დანაკარგი გქონდეს. შეგულებაში გათვალისწინებული არის ეს უკვე წლის დასაწყისში როცა გავაფორმეთ მათთან ხელშეკრულება რომ 10-დან 30%-მდე აი ეს სადადერგო ნაწილები და საწვავი რომ გამძვირდება, მათი მომსახურებაც გამძვირდება ამ პროცენტით და ჩვენ ახლა ზოგიერთ საწარმოს ვისაც შეძლებული არის უფრო მივწერეთ წერილები გავაკეთეთ რომ სადღაც 20%-ით გაუმძვირდებათ მომსახურება და არ ვიცით ახლა თუ ამაში ამოგვიდგებიან ეს ორგანიზაციები იმათვის შეიძლება არ იყოს ის თანხა ეგ არის 20 და 30 ლარამდე 15 ლარი თითო ორგანიზაციაზე გამძვირება ეს იმათვის მაინც დიდ იმას ზარალს არ გამოიწვევს მაგრამ ჩვენთვის ძალიან დიდი ფული არის ეს ფულია და ყველაზე დიდი წინააღმდეგობას იმას ვაწყდებით რომ არ არის რაიონში ოფიციალური მაღაზია, ავტომაღაზია, სადაც შეიძლება იმ სადადერგო ნაწილების ყიდვა, როგორც საწვავს ყიდულობ და იმაზე მეძლევა მე ანგარიშ ფაქტურა და ოფიციალური ქაღალდი, ჩვენ გვიწევს რომ გავჩერდეთ, არ შეიძლება რომ გავჩერდეთ. არა და მივალთ აი ბარახლოს რომ ეძახიან და ნებისმიერ მოქალაქისგან ყიდულობთ ამ სადადერგო ნაწილს. მე ეს ხდება სალაპარაკო, ეს არ ავტოებთ რომ არ გავიტანოთ, ცოტა მოსახლეობამაც აი განსაკუთრებით შემოდგომა და ძირითადი ჩვენი გასატანი ნაგავი არის ფოთოლი. ხომ შეიძლება ეზოში მოაგროვონ და დაწვან ეს ფოთოლი. და რაც რჩება ის ნაცარი ეს კიდე სასუქი არის და ამას არ აკეთებენ და ზიდავენ აი ახლა კულტურის და დასვენების პარკში მიმყოფები და აი ეს ერთი სპიჩკი შეიძლება რომ მოусმოთ ეს ფოთოლი. და ნაგავს გავიტანთ. დღეს ორშაბათია, მოვლენ აქა და გაიტანენ ამათი გრაფიკი არის და გაიტანენ ნაგავს, მაგრამ ამდენ ქუჩებზე კვლავ ხდება. კი, რა თქმა უნდა, თვითნებურად ნაგვის დაყრა მარტო ჩვენთან კი არ ხდება. თელ დღეს არა ჩანს, დანაპირები არის რაიონის ხელმძღვანელებიდან, რომ მოგეხმარებიან უფრო გავაუმჯობესებთ მომსახურებასაც. ესე იგი, ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორი კვლავ ტექნიკა. რა თქმა უნდა, ორი საკუთარია, ორი დაქირავებული. აი ამით ვემსახურებით ქალაქს. 108 ქუჩას ვემსახურებ და 38 ორგანიზაციას.